ეს ამბობს უფალი ლუკას სახარებაში. ვითარცა იგი, ეხლა ეს სიტყვები თქვენთვის ნაცნობია, იმედი მაქვს, ხო, გასაგებია, მაგრამ ხო იცით, რომ წმინდა წერილი მუდამ აცოცხლებს ჩვენში იმას, რაც უნდა იყოს ჩვენში. და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მუდმივად კითხვა და მას ჩაღმავება. ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფთით მათ. ეს არის სოციალური ცხოვრების მოწყობის უნივერსალური წესი. რაც ქრისტიანობამ შემოიტანა, ეს ახალ ქრისტიანობამდე ესეთ რამე არ არსებობდა. ქრისტიანობამდე იყო, რაც თქვენ არ გინდა დაგიშაონ ან გაგიკეთონ, სხვას ნუ გაუკეთებთ. აი შენ რას არ გინდა გაგიკეთონ, სხვას ნუ გაუკეთო. არ მინდა მატკინონ, მეც ამიტომ არ უნდა ვატკინო. არ მინდა მაწყენინონ, ამიტომ მეც არ უნდა ვაწყენინო. მაგრამ აქ სხვანაირად არის. რაც შენ გინდა რომ გაგიკეთონ, ის გაუკეთე. აქ უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. არ მაწყენინონ კი არა, მინდა რომ დამეხმარონ, ამიტომ შენც დაეხმარე. ანუ სიკეთეზეა აქცენტირება გაკეთებული. ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მოყვასთან ურთიერთობაში ჩვენ ამას მუდამ ვივიწყებთ. იმიტომ რომ ჩვენ როცა აქტიურ ფაზაში ვართ მოყვასთან ურთიერთობაში, ჩვენ გამორჩენას ვცდილობთ ყოველთვის. და ამ დროს უნდა გაიხსენო, რომ შენ უნდა გაუკეთო იმას ის და მოექცე ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცენ და შენ გინდა გაგიკეთო. და შენ ეს განგაწყობს აქტიური კეთილმოქმედებისკენ, სიკეთის მოქმედებისკენ მოყვასის მიმართ. ეს არის კიდევ მეორე ოქროს წესი და ფორმულა სოციუმში როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და ქრისტიანისათვის ეს მცნებად მოცემული.